ვერაიუროვა 10 წლის განმავლობაში იყო ევროკომისარი სამართლის, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. გადაცემა ევროპულ საუბრებში მან განაცხადა, რომ შეშფოთებულია ევროპული საზოგადოების მდგომარეობით და რომ დემოკრატიული არჩევნები ყოველთვის არ წარმოშობს დემოკრატიულ მთავრობას. ვერაიუროვა სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ევროპულ საუბრებში. თქვენ ტოვებთ ბრიუსელს 10 წლიანი მუშაობის შემდეგ, იყავით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, გეკავათ ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა. მანამდე იყავით ევროკომისარი სამართლის, მომხმარებელთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ნამდვილად ასია, დიდი მადლობა რომ მომიწვიათ. ბრიუსელში არაჩვეულებრივი 10 წელი გაატარეთ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ ავტორიტარიზმმა მოიმატა და რომ დემოკრატიული ღირებულებები ევროპასა და მთელ მსოფლიოში შესამჩნევად იხევს უკან. რა იგულისხმეთ? მე არ ვარ პოლიტოლოგი, თუმცა ვარ პრაქტიკოსი, ასე ვთქვათ. ვხედავ ურთიერთკავშირს ბუნდოვანებასა და მღელვარების მომატებულ დონეს შორის საზოგადოებაში. რომ ხალხს სურს ვიღაც ძლიერ მაიზრუნოს მის ბედზე. ამიტომ სულ უფრო მეტად სურთ ისეთი ლიდერის არჩევა, რომელიც საკმაოდ ძლიერია და თან პატივს სცემს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუმცა შესაძლოა გამოჩნდნენ ისეთი ლიდერები, რომლებსაც დემოკრატიული სისტემა ზედმეტი თავისტკივილი ჰგონიათ და ერთი მეორის მიყოლებით თიშავენ მის დამცავ მექანიზმებს. იმასაც ვიტყვი, რომ დემოკრატიული გზით ჩატარებული არჩევნები სულაც არ იძლევა დემოკრატიის დამყარების 100%-იან გარანტიას. And I also say that democratic elections do not guarantee 100% that they will produce democrats. ამ კუთხით ყველაზე მეტად ევროკავშირის რომელი ქვეყნები გაფიქრებთ? ტექნიკური თვალსაზრისით უკვე დიდი ხანია პრობლემებია უნგრეთთან დაკავშირებით, რადგან ეგრეთ წოდებული მეშვიდე მუხლიც კი ავამოქმედეთ, რომელიც ეხება კანონის უზენაესობის სისტემატურ დარღვევას, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატიის დამცავი მრავალი ან ყველა ინსტრუმენტია გამორთული. ამიტომ უნგრეთს გარკვეული დაფინანსება დავუბლოკეთ. არასდროს მიხარია, როდესაც გვიწევს შევაჩეროთ დაფინანსება, რომელიც უნდა მოხმარდეს ხალხს, მოქალაქეების უკეთეს განათლებასა თუ ჯანდაცვის სისტემას, ან უკეთესი გზების მშენებლობას და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის უნგრეთი. ასეთი იყო პოლონეთიც წინა მთავრობის დროს, რომელსაც ძალიან უჭირდა სასამართლო რეფორმების გაგება. გარდა ამისა, წევრი ქვეყნების ნახევარს მედიის სფეროში აქვს პრობლემები. Reform of justice, and we have half of the member states where we see issues in the media sphere. გულისხმობთ იტალია, სლოვაკეთს და ასე შემდეგ? დიახ, სადაც ხედავთ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან იზრდება წნეხი, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მედიაზე. თითქმა გსურთ ამით. I mean that the public service media which are so important in the იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოების სამსახურში მყოფი მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სისტემაში, განსაკუთრებით დეზინფორმაციის თვალსაზრისით, უნდა იყოს ის წყარო, სადაც ხალხი სანდო ინფორმაციას იპოვის, გადამოწმებულ ინფორმაციას, რომელიც არგუმენტებით არის გამყარებული. და თუ კი ეს დასაბუთებული სიმართლე არ იქნება კომფორტული პოლიტიკოსებისთვის, ისინი ან დაფინანსებას უმცირებენ, ან ისეთ ხალხს ნიშნავენ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც პოლიტიკოსების ინსტრუქციებს ითვალისწინებს. აი ამას გულისხმობდა ამის მოგვარება ვცადეთ მედიის თავისუფლების აქტით, რომელიც მომავალ წელს შევა ძალაში, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოებრივი მედია კარგ დაცვას იმსახურებს. This is what we addressed in the Media Freedom Act, which will come into force next year, because we really believe that the public service media deserve a stronger protection. მოდი კანონის უზენაესობის საკითხებსაც შევეხოთ. უნგრეთში ვნახეთ LGBT თემის წინააღმდეგ მიმართული კანონები, რომლებიც ბავშვთა დაცვის საბაბით მიიღეს. თუმცა ხალხის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს უფრო LGBT თემის წარმომადგენელთა უფლებებზე მიტანილი იერიშია. ნახეთ, როგორ აღძრეს უპრეცედენტო საქმე უნგრეთის წინააღმდეგ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში 16 ქვეყანამ, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ახლა იმავე კანონებს იღებენ სხვა ქვეყნებში, რუმინეთში, სლოვაკეთში და შესაძლოა იტალიაშიც. უნგრეთში ასევე გვაქვს კანონის სუვერენიტეტის შესახებ, ანუ სუვერენიტეტის დამცავი ოფისი, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, რომ კორუფციის საკითხი გამოიძიოს ისეთი ტიპის ორგანიზაციაში, როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა, სოფლიოში ცნობილი ორგანიზაცია. ეს საკითხი ძალიან გამწვავდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. რატომ ვერ მოახერხეს ევროკომისიამ და ევროკავშირმა მისი ასეთი ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა? How ineffective it is
ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რამდენად გადამდებია ეს მიდგომა, რადგან სხვა სახელმწიფოებიც ახსენეთ. როდესაც ვამჩნევდი პირველ ნიშნებს იმისა, რომ სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მოსწონდათ უნგრეთის კანონები, ყოველთვის დაუყოვნებლივ ვიწყებდი დიალოგს მათთან და ვთხოვდი, რომ უარი ეთქვათ ამაზე, ან შეესწორებინათ კანონპროექტი ისე, რომ ევროკავშირის კანონთან ყოფილიყო თანხვედრაში. სწორედ ასე მოვიქეცი, როდესაც ბრატისლავაში ბატონ ფიცოს ვესაუბრე, რადგან მათ სურდათ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ უნგრეთის მსგავსი კანონის მიღება. ვუთხარი, ჩვენ უკვე მოგვიწია ზომების მიღება უნგრეთთან დაკავშირებით და დარწმუნებული იყავი, რომ ამას გავიმეორებთ მეთქი. To adopt the law similar to the Hungarian law on the NGOs. And I told him, look, we already had to react in case of Hungary and be sure we will have to do the same. და მოგისმინათ, ისე შეასწორა კანონმდებლობა, რომ დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო თქვენთვის, რადგან ეს კანონი არსებითად იმ კანონის მსგავსია, როგორც საქართველოში მიიღეს, რომელსაც ხალხი აპროტესტებდა და რომლის გამოც ევროკავშირმა ფაქტობრივად შეუჩერდა საქართველოს მიღების პროცესი. არადა ევროკავშირში არის ქვეყანა, რომელიც იმავეს აკეთებს. What is a set მართლა ძალიან სამწუხარო გარემოება ის არის, რომ ეს კანონი რუსული კანონის მაგალითია. example of Russian law. რაკის საერთაშორისო კანონის თვალსაზრისით ხელისუფლების დანაწილებაზე ვსაუბრობ. მოდით ისიც ვთქვათ, რომ გვაქვს ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის და ჰამასის სამხედრო ლიდერის, მუჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერი. მაგრამ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს ბუდაპეშტში მიპატიჟებას აპირებს. ამაზე რა რეაქცია გაქვთ? თუ გავითვალისწინებთ, რომ ნეთანიაჰუს დაპატიმრებას ითხოვს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ევროკავშირი, უნგრეთი კი ევროკავშირის და რა თქმა უნდა ამ სასამართლოს წევრია. ცოტა ხნის წინ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებსა და პოლიტიკაზე ვისაუბრე. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებმა კარგად იციან თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები. უნგრეთის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმომწერი ქვეყანაა და წესის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეყრდნობა, ამ სასამართლოს წევრმა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა ხელმომწერი მხარისთვის, მათ შორის უნგრეთისთვისაც. It's bounding decision of the International Criminal Court to everyone who is the signatory, including Hungary. რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ესეც თქვენი კომპეტენციის სფეროში შემოდიოდა. მისი ერთ-ერთი პრობლემაა დეზინფორმაცია, სოციალური მედია კომპანიების რეგულირება. თქვენ ამ კუთხით წარსულში დაუპირისპირდით ილონ მასკს რეგულაციებთან დაკავშირებით. ახლა როცა ის თეთრი სახლის ადმინისტრაციაშია, ხომ არ გაურთულდება ევროკავშირს ისეთი პრობლემების რეგულირება, რომლებიც ეხება ინტერნეტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომელიც აზიანებს დემოკრატიას. How they organize work in the White House, it's purely თუ როგორ გაუძღვება თეთრი სახლის საქმეს, ეს მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. რაც შეეხება ევროპას, ჩვენ ვზრუნავთ ევროპის საქმეებზე, ევროპულ ინფორმაციასა და ევროპელების უსაფრთხოებაზე. და როდესაც ვხედავთ, რომ ციფრული პლატფორმები შეუფერხებლად ავრცელებენ ისეთ დანაშაულებრივ ქმედებებს, როგორებიცაა სიძულვილის ენა ან ტერორისტული თუ ექსტრემისტული შინაარსის მქონე ინფორმაცია, ბავშვთა პორნოგრაფია, უნდა ვიმოქმედოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ კანონი, რომელსაც ციფრული მომსახურების აქტი ჰქვია და რომელიც მკაფიო ვალდებულებებს აკისრებს ყველა პლატფორმას, რათა დაემორჩილონ კანონს და შექმნან მყარი გარანტია იმისა, რომ არ გადაიქცევიან კრიმინალური შინაარსის მქონე ინფორმაციის ფართო გავრცელების სისტემად. Guarantee that it is not a system for broad and massive distribution of criminal content. მოწმე ვართ იმისა, თუ როგორ მოიმატა ინტერნეტის საშუალებით ქალების მიმართ ჩადენილმა ძალადობამ. ნახეთ ამის სტატისტიკა ევროპის მასშტაბით. ვიხილეთ ასევე ევროკავშირის პირველი დირექტივა ოჯახური ძალადობის შესახებ. თუმცა პრობლემა დარჩება გაუპატიურების საკითხი, რადგან ზოგიერთი წევრი ქვეყანა, ნიდერლანდები, გერმანია და საფრანგეთი ვერ თანხმდება გაუპატიურების განსაზღვრებაზე. შეგიძლიათ ამიხსნათ, მაინც რატომ არის ასეთი რთული ოჯახურ ძალადობასთან და ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. Maybe one general remark. იქნება ერთი ზოგადი შენიშვნით შევძლო ჩემი დამოკიდებულების გადმოცემა. საზოგადოებაში სულ უფრო ძლიერდებიან ისეთი ძალები, რომლებიც მე-19 საუკუნის სისტემაზე ოცნებობენ, როდესაც ქალს მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა. მოქმედი პოლიტიკოსებისგან და თვით ევროპარლამენტშიც მსმენია, რომ თურმე საუკეთესო იყო ის სისტემა, რომლის დროსაც ქალის საქმე იყო სამზარეულო და ეკლესიაში სიარული. When the women
just stayed in the kitchen, in bed and in the church. ამას ვინ ამბობს ევროპარლამენტში? არ მინდა სახელების თქმა, თუმცა ევროპარლამენტარები? დიახ. რომელიმე კონკრეტული სახელმწიფოს ან ჯგუფის წარმომადგენლები? რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის რომელიღაც ჯგუფს წარმოადგენენ გარკვეული სახელმწიფოებიდან, მაგრამ მე ის უფრო მიყვარს, რომ ამას ვისმენ ისეთი ხალხისგან, რომლებსაც ვიცნობ, როგორც არ მინდა ვთქვა პროგრესულს, მაგრამ როგორც თანამედროვე გონიერ პოლიტიკოსებს. ყველა მათგანი მამაკაცია. And even these men show the lack of self-confidence. I think that they ყველა მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცები ნაკლებად თავდაჯერებული არიან. ჩემი აზრით, მათ უბრალოდ არ მოსწონთ კონკურენცია, რომ მოულოდნელად უწევთ მათ კონკურენცია ძლიერ ქალებთან და ურთულდებათ მაღალი თანამდებობის შენარჩუნება ასეთ პირობებში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ქალთა მიმართ ძალადობა ევროპაში სამარცხვინო ამბავია. საშინელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველ მესამე ქალს განუცდია რაღაცა ამის მსგავსი. მათ შორის ფიზიკური ძალადობაც გაუპატიურების ჩათვლით. ჩვენ ვერ შევძელით შეთანხმება გაუპატიურების ერთიანი განსაზღვრების საკითხში. მართალი ბრძანდებით ეს ძალიან ცუდი იყო ჩემთვის, რადგან სწორედ იმიტომ გამოვედი დირექტივის ინიციატივით, რომ გაუპატიურების სერიოზული მყარი დეფინიცია გვქონდა და ჯარიმებიც გაზრდილიყო ამაზე. to have very serious solid definition of rape and increased penalties for that. მაინც რატომ გაუწიეს მას ასეთი დიდი წინააღმდეგობა ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და უნგრეთი? About whether yes means yes or no means no. This element already. იცით რა, გაიმართა კამათი იმის შესახებ, რამდენად ნიშნავს კი თანხმობას და არა უარს. ასეთ ელემენტარულ საკითხზე შედგა დისკუსია თუ რამდენად კაფიო უნდა იყოს თანხმობა სქესობრივ კავშირზე. იმიტომ რომ ნახეთ რაც მოხდა საფრანგეთში ჟიზელ პელიკოს შემთხვევაში, დიახ, რა თქმა უნდა, მე ღიად რომელსაც ქმარი წამლებით აბრუებდა და 50 კაცი წავდგა სასამართლოს წინაშე. ჩემი აზრით რთული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსებისთვის, რომ ეს საკითხი თავიანთ ქვეყნებშიც გაეტანათ. გასაგებია, ვერა იუროვა, ევროკომისიის ახლა უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. დიდი მადლობა რომ დაინტერესდით. Have a good day.